მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გავაკეთებ საჯარო გაშლას თუ რა ენერგიებში ხართ ახლა და ამჟამად. ოღონდ ეს გაშლა უფრო მეტად იქნება თქვენი ენერგეტიკის დიაგნოსტირება. თქვენი ენერგეტიკური მდგომარეობა უფრო სწორად რო ვთქვა. მექნება სამი ვარიანტი. ეგრე გადავწყვიტე ახლა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩანს ხო? კაი, პირველი ვარიანტისთვის იყოს სელენიტი, ეს კრისტალი. მეორე ვარიანტისთვის იყოს ობსიდიანი. და მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ნიჟარა. უბრალოდ ძალიან მარტივად. პირველი, მეორე და მესამე ჩაიფიქრეთ. მე კი დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტით. რა ხდება პირველ ვარიანტთან? თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა. ნუ ეხლა ამ ეტაპისთვის რასაც ვხედავ, როგორც ისეთი ეხლა თქვენი ენერგიები და ზოგადად თქვენი ენერგეტიკა და თქვენი აურა, თქვენი ენერგოინფორმაციული ველი კი არის ნუ რაღაც შეკრული და მთლიანი და გაურღვეველი თითქოს, მაგრამ აი თითქოს არსებობს გარკვეულწილად ესეთი მოცემულობაც, რაც გაგდებთ დაბალ ვიბრაციებში. შესაძლოა ეს იყოს გარკვეულწილად შიშები, შესაძლებელია ეს იყოს გარკვეულწილად რაღაც კომპლექსები, გაუბედაობა, შური, ან ნუ მოდი ჩავეძიოთ, ეს რითია გამოწვეული, იმიტომ რომ თითქოს არის რაღაცები, რაც თქვენს ვიბრაციებს ქვევით აგდებს. გავიგე. ვიღაცებისთვის არის ეგეთი ვარიანტიც, რომ შესაძლებელია ყოფილ პარტნიორთან გქონდეთ ჯერ კიდევ ენერგეტიკული კავშირი და ჯერ კიდევ ამ ადამიანს უღზიარებდეთ თქვენ სასიცოცხლო ენერგიას და რესურსს და იმდენად დიდი ენერგია გადის თქვენგან, რომ რეალურად თქვენს ცხოვრებაშია ეს ხელი შემშლელი, იმიტომ რომ თქვენ ხართ რაღაცა თქვენი ერთიანი მთლიანი მოცემულობა, ან ჩვენი აურა სინამდვილეში გამოიყურებ, როგორც აი მაგალითად ესეთი კვერცხი, ხო? ნუ დაახლოებით, ხო? და ანუ კი გაურღვეველია რეალურად, მაგრამ აი გაედინება ეს ენერგია თქვენგან რა ამ თქვენს ყოფილ პარტნიორთან, ან თუ ეს არ არის ყოფილი პარტნიორი და იცით, რომ მასთან რაღაც ესეთი ურთიერთობის სიუჟეტი არ გაქვთ, მაშინ შესაძლებელია განვიხილოთ ესეთი შემთხვევაც, ნუ ვიღაცა ადამიანი, რომელთანაც დამარცხდით თითქოს ურთიერთობაში, რომელთანაც ვერ შეძელით გამკლავება. თითქოს აი რაღაცით დაგაზარალათ ამ ადამიანმა, ემოციურადაც, ენერგეტიკულადაც, საერთოდ იცით როგორი ადამიანია? ეხლა ეს ვინც აქ გაშლაშია. ხო, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ყოფილი პარტნიორი, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს თანამშრომელი, ოჯახის წევრი. მე ვსაუბრობ უშუალოდ იმ პერსონაჟზე, ან ებზე, რაც ახლა აქ დასტასთან არის, უბრალოდ ბევრი ხართ თქვენ და ყველა მოირგეთ თქვენ თავზე, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ აი ცხვრის ტყავში გადაცმული მგელიო რო ამბობენ ხოლმე, აი ეგეთი ადამიანი, რაღაცა ბუნჩულა, წყნარი, მშვიდი ხასიათის გეგონათ და სინამდვილეში ძალიან ხისტი და ძალიან ესეთი პრინციპული ადამიანის შეკრჭათ ხელებში, რომელმაც უხეშად რო ვთქვა, თქვენი ადგილი მიგიჩინათ. ნუ იყო თუ არა ადგილი თქვენი კიდე ცალკე გასარჩევია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ თვითონ ეგრე თulis. საინტერესოა. თლიანობაში აი ამ ადამიანის გარდა ვთქვათ, სხვა მხრივ.
სხვა მხრივ როგორ ხართ? მეც რა არის ხა მე მგონია რომ კი ეს არის ადამიანი რომელიც წავიდა ან თქვენ დაშორდით რა მნიშვნელობა აქვს დაასრულეთ ურთიერთობა იმიტომ რომ რაღაცა იყო აქ გაურკვევლობების ტყუილი დაპირებებიც ილუზიებიც გარკვეულწილად და ეს ადამიანი წავიდა ან თუნდაც თქვენ წასულიყავით, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ აი ეს სიტუაცია ძალიან მოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ თქვენ უზიარებთ თქვენს ენერგიას, ანუ სანამდეც თქვენ ზიხართ და ფიქრობთ, რომ აბა ეს ადამიანი მოbrunდება, დამირეკავს, შემხვდება, მომწერს, ანუ სანამდე თქვენ აი ესეთი ფიქრები და დამოკიდებულებები გაგაჩნიოთ ჯერ კიდევ თქვენს ფინანსებს არ იშველება ალბათ არაფერი. ანუ უნდა ჩახსნათ ეს ადამიანი, უნდა ჩაჭრათ საერთოდ ენერგეტიკული კავშირი მასთან საერთოდ. იმიტომ რომ აი არაფერს არ გაძლევთ ესე წარსულში ქექვა და ყურება, აი საერთოდ არაფერს. ნუ ანუ თქვენს აურას და ენერგეტიკას არაფერი ესეთი პრობლემა არ აქვს, გარდა იმისა, რომ წარსულის რაღაცები უკან გეკაჩებათ და გიგდებთ ვიბრაციებს რა. ნუ პირველ ვარიანტთან მეც არაფერს არ დავამატებ ამჯერად. მადლობა. რომ ხართ ჩემთან, დალაიქეთ და კომენტარეთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ვისაც აინტერესებს მსგავსი თემატიკის ინფორმაციები. მე კი გადავალ ახლა მეორე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრა ობსიდიანი. რა ხდება თქვენთან, თქვენი ენერგეტიკა. იცი რა, აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე პირველ ვარიანტში. მინიმუმ აქ თქვენი ცხოვრება, თქვენი ენერგეტიკა ისე გაქვთ, აი, ზოგადად თქვენი დრო და ენერგია გაქვთ გადანაწილებული ზუსტად, აი, კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული, რა უფრო პრიორიტეტულია, რა უფრო მნიშვნელოვანია და ამ ენერგიის ხარჯვასაც და ამ ენერგიის ცირკულაციასაც ახდენთ ძალიან დაბალანსებულად, მე ვფიქრობ. მოდი ჩავყვეთ. მეორე ვარიანტის ენერგეტიკული მდგომარეობა ახლა როგორია? გავიგე. ეს ვინმე მოგვიჭრა. კეთილი. ეხლა რა ხდება თქვენთან? მე ვფიქრობ და ნუ ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენს აურას და ენერგეტიკას არაფერი არ უჭერს, უბრალოდ არის ეგეთი მომენტი, რომ შესაძლებელია თქვენი ანაჰატა ჩაკრა, იგივე გულის ჩაკრა იყოს ცოტა არ იყოს დაზიანებული. ერთი ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ან პატიება გიჭირთ ვინმესთან მიმართებაში, ან ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში გაქვთ, ან არა და უბრალოდ გიჭირთ მიიღოთ საკუთარი თავი და სხვები ისეთები, როგორებიც არიან. ყოველ შემთხვევაში ერთადერთი ხარ რაც გამოიკვეთა, ეს არის რაღაცა პრობლემები ანაჰატა ჩაკრაში თითქოს და გარკვეულწილად ხათაშორის ეს ვარიანტიც შეიძლება დაუშვათ ვიღაცასთან, რომ იცი რა, მაქსიმალურად მოერიდეთ ჭორაობას, მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, სხვის ცხოვრებაში ჩარევას, კითხვების დასმას, იმიტომ რომ ეს თქვენზე კარგად არ აისახება და ასევე ტყუილები, აი პატარა ტყუილიც კი შეიძლება რომ ძალიან მოქმედებდეს მერე თქვენზე და იწვევდეს რაღაც შიშებს და შფოთვებს რა. თლიანობაში ახლა მგონია რომ თქვენი ენერგეტიკა მეტნაკლებად უფრო მეტწილად დაცულია, მაგრამ ეგ არის რა პატიება, ჭორაობა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში, აქ რაც იკვეთება.
აი ეს 3 პუნქტია, რაც მეორე ვარიანტთან გამოიკვეთა და თქვენ გაიაზრეთ ახლა კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში, რომელი უფრო მეტად შეგესაბამებათ, იმიტომ რომ აქ მიყურებთ ძალიან ბევრი ადამიანი და ყველამ თქვენს თავზე უნდა მიიღოთ და გადაანაწილოთ ინფორმაცია. კი ბატონო. სხვათა შორის ესეც უნდა დავამატო, რომ მეორე ვარიანტის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თქვენი წინაპრებისაგან და საგვარეულოსგან ძალიან ძლიერი დაცვა გაქვთ. კი ბატონო. ძალიან ძლიერი საგვარეულო ეგრეგორი გაქვთ და მეორე ვარიანტს ვურჩევ, რომ თავის წინაპრებს ვინც ყავთ, სანთელი დაუნთოთ ხოლმე მაგალითად, იოსოთ მათთვის, ან თუ ქრისტიანები არ ხართ თქვენი შეხედულებებისამებრ, გადაუხადეთ მადლობა თქვენ წინაპრებს, იმიტომ რომ ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ კონკრეტულად თქვენთვის. გადავალ ახლა მესამე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრა აი ეს ნიჟარა. რა ხდება თქვენთან? მომწონს. და ძალიან მომწონს, მაგრამ მოდი ჩავეგრძიები და ჩავეკითხები. ვინ არის მესამე ვარიანტი? მესამე ვარიანტი. უმრავლესი თქვენგანი, ახლა აქ მესამე ვარიანტში, მგონია რომ ხართ პრაქტიკოსები. ჩემი კოლეგები, შესაძლებელია ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ასევე ხართ ეზოთერიაში. იმიტომ რომ აქ ისეთი არკანები ამოვიდა. თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი დაცვა. და მგონია რომ ეგ კარგად გაცნობიერებულიც გაქვთ და იმუშავეთ იმაზე, რომ ეგრე ყოფილიყო. მაგრამ თუ არ ხართ ახლა მაგიურ, ასე ვთქვათ, პრაქტიკებში მონაწილეობის მიმღები პირი, თუნდაც ყოველ შემთხვევაში თქვენ ყავთ თქვენი მფარველი ძალა. ოღონდ რა ძალა, ეს კიდე ცალკე საკითხია. მაგრამ ძალიან კარგია, მომწონს. არ ვიცი ხა მესამე ვარიანტი რა უნდა დავამატო, მაგრამ მაინც ვიკითხოთ, აბა. თქვენი აურა და ენერგეტიკა ხო დაამჟამად. რა საინტერესო. კაი. დავასრულე. ეს ჯობია. გავიგე. მართლა მგონია რომ აქ ჩემი კოლეგები შეიძლება რომ მიყურებდეთ და საკმაოდ კარგი პრაქტიკოსები, უბრალოდ მე ეხლა ამ მომენტისთვის რასაც ვხედავ, მიჩანს ესეთი მოცემულობა, რომ თუნდაც არ ვიცი ხა ეს ამ კონკრეტულ დაცვას ეხება თუ რამე რიტუალი გაქვთ ჩატარებული, და რომ მეუბნება იმას, რომ რაღაცა იმაზე მეტი აიღეთ, ვიდრე აი ამ პასუხისგებლობის ზიდვა შეგეძლოთ და რაღაცას ზედმეტად დიდს ეპოტინებით. უხეშად რო ვთქვა რა, მაგრამ პირდაპირ მიყვარს ხოლმე თქმა და ლაპარაკი. ხო და მე ისეთ დროს არ მოგიწიოთ ამაზე პასუხისგება, როცა შეიძლება რომ საერთოდ არ მოელოდებოდეთ. უბრალოდ ეგ არის ერთგვარი რჩევასავით რა, ანუ რაღაცნაირად უნდა გადაანაწილოთ ან პასუხისგებლობები, ან არ ვიცი, რაღაცა უნდა მოახერხოთ ამ ამბავში, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ჩავეძიო ზედმეტად, იმიტომ რომ არ ვიქნები სწორი და მართალი, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც პრაქტიკოსები არ არიან, შესაძლებელია თუნდაც ვინმე ჩემს კოლეგასთან იყავით და რაიმე დაცვა გაქვთ გაკეთებული, ატარებდეთ რაიმე დამცავ ამულეტს, თილისმას, ანუ რაღაც არ ვიცი, მაგრამ აქ ძალიან კარგია რაც არის, რაც ჩანს.
ძალიან კაი ნამუშევარია, მართლა. მესამე ვარიანტი თქო მართლა არაფერი, ან თქვენ საუბრას არაფერი არ ჭირს სალაპარაკო. უბრალოდ აი მაგას გეუბნებით, რომ არ შეეჭიდოთ ისეთ ძალებს და ისეთ ენერგიებს, ვიდრე ამასთან გამკლავებას მოახერხებდეთ რა. ზედმეტი არ მოინდომოთ. ეგ არის უბრალოდ რაც ახლა ამ გაშლიდან შემიძლია რომ თქვა, იმიტომ რომ ჩანს რომ რაღაცა ძალიან დიდს ეჭიდავებით. ან ყვებავთ. ნუ მოკლედ და თქვენი გადასაწყვეტია. მე უნდა დაგემშვიდობოთ ახლა მესამე ვარიანტის ამომრჩევლებს და შეგახსენებთ დაალაიქოთ და აკომენტაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხი. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც პირადი კონსულტაციები გინებავთ, უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511 14 91 78. დაგემშვიდობებით, წარმატებულ და ბედნიერ დღეს ან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.